მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი ლევან გეგინეიშვილი. მოგესალმებით, მადლობა მოგზაურობისთვის და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ფილოსოფია და ქრისტიანობა. საკმაოდ ვრცელი თემა არის, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთ გადაცემაში ჩავდიოთ ძალიან რთული არის, მაგრამ ძალიან საინტერესო თემა არის, რადგან დღესაც აი მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ფილოსოფიის არსის განსაზღვრებაც სხვადასხვანაირია, ბევრი სტატიები იწერება ამასთან დაკავშირებით, სხვაგვარად შეიძლება შევხედოთ ანტიკურ ფილოსოფიას, შემდეგ უკვე ფილოსოფია როგორც შემოდის ქრისტიანულ ეკლესიაში და მამები როგორ იყენებენ მას, ღვთისმეტყველი თეოლოგი მამები, გამოცხადებითი ცოდნის, ანუ სიბრძნის გამოსახატავად, ანუ ტერმინოლოგიას და აი მის ისტორიას ალბათ შევეხებით ჩვენ და ძალიან მკაფიოდ ჩანს განსაკუთრებით ხა პირველი საუკუნე მახარებლური ხანა იყო, მეორე საუკუნიდან უკვე აი იუსტინე ფილოსოფოსი, ათენაგორა ათენელი, ანუ აპოლოგეტი მამები როგორც ჭეშმარიტი თან ფილოსოფოსები, ამ გაგებითაც, ანუ ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგში გახდნენ ქრისტიანები და სასულიერო პირები და იმ ფილოსოფიურ სკოლასაც არტოვებენ, ხო? კლიმენტი ალექსანდრიელზე წერს, თუ სწორად მახსოვს, მაქსიმე ამხსარებელი ფილოსოფოსთა ფილოსოფოს უწოდებს, ან რაშინ არსებს, ალბათ ამას შევეხებით ჩვენ, ფილოსოფია როგორ შემოვიდა ქრისტიანულ ეკლესიაში, როგორც ალბათ უკვე შუა საუკუნეებში, როგორც საშუალება საღვთისმეტყველო გამოცხადებითი სიბრძნის გამოსახატავად, რაც ჩვენ ეკლესიის ისტორიაში ვიცნობთ, ბევრ, ესე ვთქვათ, ღვთიგამგრძნობილ მამებს, რომლებსაც არ ქონდათ საშუალება ტერმინოლოგიურად გამოეხატათ ის ცოდნა, რასაც ისინი ატარებდნენ სულიერად, ხო არის ბევრი მეუდაბნოები მამები, ისიხასტი მამები, რომლებიც საღვთომათს განიცდიან, მაგრამ ამის ტერმინოლოგიურად გადმოცემა არ შეუძლიათ, იმიტომ რომ ამის ერუდირება არ გააჩნიათ. და მამებმა ეს სიბრძნე, ანუ ეს ერუდირება, ეს ფილოსოფია ანტიკური იქნებოდა, ანუ უფრო ქრისტიანულ სივრცეში უფრო ანტიკური ალბათ, რადგან ახლა ჩინური და ინდური ფილოსოფიები ნაკლებად, თუმცა არის გარკვეული ნაშრომები ალბათ, ხო თქვენ უფრო კარგად გეცნობათ, აი ლავსაიკონის ავტორი წერს, მგონი ბრაჰმანებზე თუ ინდუისტებზე აქვს რაღაც გარკვეული ნაშრომი, ანუ ასკეტებზეც წერს და რაღაც მსგავსება არის ამ შემთხვევაში. და აი ბევრ ესეთი ხერხ ცოტა მივედმოვედი ესე ვთქვათ საკითხებს, მაგრამ იმდენად ვრცელი ისტორია, რაღაც თითქოს პერიოდიზაციაც არის, აი აპოლოგეტი მამებიდან უკვე მე-4 საუკუნეში რო გადავდივართ კლიმენტი ალექსანდრიელის შემდეგ, კაბადოკიელ მამებთან უკვე ფილოსოფიის ძალიან ღრმა ცოდნა აქვთ, გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, რომ ყველაფერს კითხულობდით, რაც ხელში ჩაგვივარდებოდაო. და მე აქედან როგორ გამოარჩიეს, ასე ვთქვათ, ის რაც ეკლესიას სჭირდებოდა, ანუ ის რაც სჭირდებოდათ მათ საღვთისმეტყველო აზრის გამოსახატავად და შემდეგ ალბათ იოანე დამასკელსაც შევა და ქართულ თარგმანებსაც მინდა ამ გადაცემაში შევეხოთ, რადგან ცოტა პირველ საუკუნეებში მცირეა ფილოსოფიური ნაშრომები, მაგრამ უკვე ეფრემ მცირეს და იოანე პეტრიც და არსენი ყალთოესაც ალბათ შევეხებით, როგორც აი უკვე ფილოსოფიური ნაშრომების მთარგმნელებს და რა მიზანი ამოძრავებდათ მათ ამასაც შევეხებთ. აი დავიწყოთ თქვენი ხედვა ფილოსოფიისა, ანუ ანტიკური ალბათ ამ შემთხვევაში და ეკლესიის, ანუ ქრისტიანული ეკლესიის ურთიერთმემართების შესახებ. აქ მადლობა პირველში. და ბოდიში მინდა თავში დავასახელო თქვენ ფილოსოფოსის ბრძანდებით და თქვენი ნაშრომი კი ფილოლოგიაში არის ერთ-ერთი სადოქტორო, მაგრამ ფილოსოფიას, ანუ შუა საუკუნეებში ფილოსოფიის სახელმწიფო. ამიტომ იოანე პეტრიძე არის. თქვენი მხრიდან ეს ძალიან საინტერესო იქნება. დიდი მადლობა ჩემი წარგენის ამ დიდარი შესავალისთვის. რა თქმა უნდა, ეს ფილოსოფია დაიწყო მე-6 საუკუნეში შესერამდე, ხო, ასე ბერძნულ ქალაქებში, საპორტო ქალაქებში, მისი მიზანი იყო აი დაესვა ძალიან დიდი კითხვები სამყაროსთვის, ადამიანის დანიშნულებისთვის ამ სამყაროში, აი ყველაზე გლობალური სიტყვები. ასე ვთქვათ, ვინ არის სიდან მოსვლა, სად არის წავა, სადაო, ანუ დაესვა თვითონ არსებობისთვის შეკითხვა. და ეს იმისთვის იყო, რომ ყველაზე ღირსეული გზა ეპოვა არსებობის, ყველაზე ღირსეული ცხოვრების მოდელი, მოდუსი, ასე ვთქვათ. აი თალესი მაგალითად აყვედრიდან რატო ხარ ასეთი ღარიბიო და ჭკვიანი ხარ გამოიყენე რამეში თალესი პასუხს არ მაინტერესებს მე რომ მინდოდა სიმდრე და ამას მიუძღვნა ჩემი თავი, კი ბატონო, შეგვიძლია გავდირ და აჩვენებს კიდეც, რომ მაგალითად აი მე შემიძლია იყიდა ერთხელ შეისყიდა რომ აჩვენებინა რომ მის არ იყო ეს თავარი ეს ზეთისხილის წნეხები რაღაცა და მონოპოლისტი გახდა და ძალიან გამდიდდა იმ წელს და აჩვენა რომ თუ მინდოდა გამდიდრება გავაკეთებდი ამას აქამდე ეს არაა ჩემი მიზანი, ანუ მიზანია შევიცნო არსებობის დანიშნულება არსი. აი ეს ფილოსოფიის მუხტი, ასე რელიგიური მუხტი აქვს, ამიტომ ფილოსოფიას ერთი და იგივე როგორ თქვა მასშტაბის საკითხებს ვსვავენ, რომ რა არის ადამიანის დანიშნულება და ყველაზე კარგი ცხოვრების სტილი რომელი არის ამ დანიშნულების შეცნობის შედეგად.
ხო, ამიტომ გასაკვირი არის, როცა ქრისტიანობა ამ დიდ მემკვიდრეობას, ამ ასეთი დიდ მემკვიდრეობას, რაც ფილოსოფია, ამ ხელ კეთილშობილება ახლავს, ითვისებს და არა მარტო ქრისტიანები იწყებენ ამას, აი უკვე ებრაელებიც, აი ფილონ ალექსანდრიელი მაგალითად, ალექსანდრიის სკოლა ქვია ცნობილი, რომ ალექსანდრიის სკოლა ცდილობს ალექსანდრიელი მორწმუნეები, ებრაელი მაგალითად ფილონი, ის არ არის პიონერი, ფილონი უკვე ტრადიციის ნაწილი არის, რომელიც ფიქრობს, რომ ბიბლია და ეს ყველაზე კარგი რაც აქვს ბერძნულ ფილოსოფიას, უნდა შევარიგოთ ერთმანეთთან, რაღაცა ხიდი გავდოთ მათ შორის, იმიტომ რომ ფილოსოფოსებიც ჭეშმარიტებას ეძებენ და ამიტომ ბიბლიაში გამოცხადებული ჭეშმარიტება გვაქვს, მაგრამ ფილოსოფოსები აი მგონებით, რომელიც ღმერთმა ყველა ადამიანს მისცა, აი მგონებით, რომელიც ჭეშმარიტებამდე ახლოს მიდიან და ხო ის გონება ხო არა შეზღუდული არაფრით, არა ყველა ერის ადამიანი შეიძლება მივიდეს ჭეშმარიტების განცდამდე. სხვათა შორის ეს ალექსანდროვის სკოლის ერთ-ერთი თქვენს გემახსოვრებად სწავლების მეთოდი იყო, რომ ჯერ ფილოსოფიას სწავლობდნენ და საბუნებისმეტყველო ამ ესე ვთქვათ საგნებს და მუსიკას და ბოლოს სწავლობდნენ მერე საღვთისმეტყველოებს, ესე ვთქვათ საგნებს. კურიკულუმი იყო, ასე ვთქვათ, კურიკულუმი პლატონის სახელმწიფო მომდინარე უკვე, რომ ჯერ უნდა გესწავლა რა შუალედური დისციპლინები, ლოგიკა, სიტყვიერება, მერე მათემატიკური დისციპლინები, პლატონი ლაპარაკობდა 4 მათემატიკურ დისციპლინაზე. არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია და მე უნდა ასულიყო უფრო მაღალ ცოდნებამდე მეტაფიზიკა, რასაც ხია პლატონთან და ეს გადმოვიდა რა თქმა უნდა ეს გონების გავარჯიშება რომ მომზადდეს. ხო, რა თქმა უნდა, რომ აი ეს ფაქტობრივად უნდა შეეჩვიო შენ რაღაცა აუცილებლობებს. აი მათემატიკაში შენ თავს ვერ მოახვევ მათემატიკას, შენ საკუთარ კაპრიზებს და სურვილებს, როგორც არის გეომეტრიული თეორემაა და შენ უნდა აღმოაჩინო ეს და გაიხარო რომ ახ აღმოაჩინე რა ლამაზია და ეს სილამაზეები, აუცილებელი სილამაზეები უნდა აღმოაჩინო და ესენი შეიყვარო და მე ესეთი განცდა რომ გაგიჩნდება დამოკიდებულება რომ თურმე არსებობს აუცილებელი სილამაზეები და ჭეშმარიტების რაღაც აუცილებლობა რომელიც გახალისებს კი არ გრთქუნავს ეს შეგიძლია აი ესეთივე მეთოდი მიუყენო უფრო მაღალ რეალიას მაგალითად ადამიანებს შორის ურთიერთობას, ეთიკას, პოლიტიკას, როგორ მოაწყო სახელმწიფო აი ეს დიდ რაღაცეებს და იქაც აღმოაჩინა აუცილებლობები და ამიტომ კაი ცხოვრება იყოს კაცობრიობისთვის. მაგალითად პლატონის დანიშნულება ესაა ფიქრობს ამ მარადიულ ჭეშმარიტებაზე, მარადიულ იდეებზე, იმიტომ რომ მე აქ სახელმწიფოში როგორ თქვა, მოაწესრიგოს ქალაქი იმ იდეების მიხედვით. ანუ პლატონი მიღმიერი არ არის, მიღმიერობა ჭირდება აქაურობისთვის, ასე ვთქვათ. ამიტომ ეს დიდი ტრადიცია ბიბლიურმა და გამოცხადების ჭეშმარიტების ხალხმაც, ებრაელებმა თუ ქრისტიანებმა რაღაცნაირად სცადეს მათ შორის ინტელექტუალებმა მოერიგებინათ. თვითონ ბიბლიის თარგმანია საინტერესო, აი სეპტუაგინტა მაგალითად, როცა ებრაული ბიბლია ითარგმნება ბერძნულად, იქ შეუძლებელია რომ ბერძნულ ენას, რომელიც უკვე ნასაზრდოებია და გაჟღენთილია ფილოსოფიური კატეგორიებით, ტერმინებით, რაც გავლენა არ მოეხთინა სეპტუაგინტაზე თარგმანში, მაგალითად იგივე აი როგორი თარგმნება არა ერთ-ერთ სალმონშია რომ მანამ სანამ თები შეიქმნებოდა და მდინარეები და მზე და ეს გაჩნდებოდა ყველაფერი საუკუნიდან საუკუნემდე შენ ხარ ღმერთი ასე არის ებრაულ სახარება ებრაულ ბიბლიაში არა და სეპტუაგინტა ბერძნული ბიბლია თარგმნეს მანამდე სანამ თები შეიქმნებოდა მდინარეები და ესა შენ საუკუნიდან შენ ხარ ღმერთი აღარ ითქმება აი შენ ხარ ესეთი აი ზმნა სიტყვა და რომ აღარ ახლავს ეს სუბსტანტივი ქვემდებარე აღარ ახლავს აი შეიძლება ესეც ბერძნული ფილოსოფიის გავლენით აი პარმენიდეს იდეა რომ აი ეს ყოფობა ასე როგორც ასეთი დიახ თავისუფლად წარმოი ანუ შენ ხარ უკვე აღარ ჭირდება შენ ხარ ღმერთი შენ ხარ ნიშნავს იმ ყოფობაზე ლაპარაკობს რომელიც არის უპირობო მყოფობა მარადიული მყოფობა ამიტომ აღარ ჭირდება თქვა რომ შენ ხარ ღმერთი ის ხარ მარტო ღმერთს შეეხება ამიტომ შეიძლება უკვე თარგმანში რაღაც ფილოსოფიური კატეგორიები შედის ბიბლიაში იგივე როგორც აი სიტყვა მაგალითად ლოგოსი ხო აი ლოგოსი იონე რო ამბობს სახარების თავის სახარების დასკვნაში პირველად იყო სიტყვა აი მარტო იონესთან ქვია იესოს სიტყვა აი და რატო და ეს იონე ფაქტობრივად ამ ასეთი გააზრებით ქრისტესი რომ ისა ღმერთის სიტყვა ლოგოსი თანამარადიული ღმერთის გარკვეულად რაც ფილოსოფიური იდეაც შეიტანას ამ სახარებაში და ეს ლოგოსი ბერძნულ კატეგორიაში აი არის ჰერაკლიტეს ლოგოსი მაგალითად რომელიც არის მთელი სამყაროს მოწესრიგების და სტრუქტურების პრინციპი რა თქმა უნდა ჰერაკლიტესთან ეს ლოგოსი არ არის იგივე რაც ქრისტიანული ლოგოსი ზუსტად იმიტომ რომ ეს ჰერაკლიტესთან ლოგოსი მატერიალურია და არ განეშორება ამ თვითონ მატერიალურ სამყაროს ან მისი
მისი მოდიფიკაციებია მთელი მატერიული სამყარო, თან მოდიფიკაციებია, თან თვითონ არის მოდიფიკატორი, ანუ თვითონ თან აქტიური ძალა რომელიც ასტრუქტურებს, მაგრამ რაც სტრუქტურდება, ისიც თვითონ არის. აი ესეთი არის ჰერაკლიდესთან, ამიტომ ქრისტიანობაში ეს ლოგოსი მიღმიერი არის. არ დაიყვანება სამყაროზე, ის ქმნის სამყაროს, მაგრამ გარკვეული იდეით, როგორც ის იდეა, რაც ჰერაკლიდესთან არის, რაღაცნაირად ეხმიანება ამ ქრისტიანულ ლოგოსაც, რომ ის არის მასტრუქტურებელი პრინციპი ყველაფრის თელი სამყაროს. სხვადასხვა ეს სახარებების საწყისებით, 4 სახარების დასაწყისი გვატყობინებს ვის ვინ არის ესე თქვა ადრესატი ამ სახარებას. აი ივანე ღვთისმეტყველა ამ შემთხვევაში ბერძნებს წერს ბერძნული სამყარო, ელინური სამყაროდან მოქცეულ ქრისტიანებს და მათთვის ეს ლოგოსი უფრო გასაგები იყო. ხა ებრაელებისთვის მათ ემახარებელი ებრაელებისთვის როცა სამ პალესტინელი ქრისტიანებს იწყებს გენეოლოგიაზე საუბარს, დავითის ძე დავითის ძე ცნობილია გრაზელის საუბრებს. ხა ბერძენისთვის ეს დავითის ძე თავიდან არაფერს არ ნიშნავდა, არამედ მათთვის ეს ლოგო ესე დაიწყო სახარება და ესეც კი ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რაც ხა თქვენთვით, იმიტომ რომ სახარება ხო არ იწერება ზოგად კაცობრიობა შენ იწერ სახარებას, ესე არა კონკრეტულ ვითარების იწერება თითოეული სახარება, მას აქვს რა თქმა უნდა ზოგად კაცობრიული განზომილება, ამიტომაც ეს კულტურული ფენომენი კი არა, მაგრამ ზოგად კაცობრიულია და დღესაც ცოცხალია და ცოცხლად კითხულობთ, მაგრამ იწერებოდა კონკრეტული ვითარებისთვის. მაგალითად იონეს სახარება შეიძლება ერთ-ერთი მისი ადრესატი, ასე ვთქვათ, პოლემიკური ადრესატი არის გნოსტიკოსები, ვინც თვლიან, რომ დუალისტურია სამყარო და ეს ხილული სამყარო ნაცა ბოროტმა საწყისმა შექმნა. ბოროტმა დემიურგოსმა და მარტო სულიერი სამყაროა კეთილი. აი პირველივე სიტყვები იონეს სახარების აი ანადგურებს ამას, რომ ყველაფერი მისგან შეიქმნა და არაფერი არ შექმნა, რაც მისგან არ შექმნილა. ანუ ყველაფერი სიკეთის წყაროდანაა, რაც კი ხილული სამყარო სიკეთის წყაროდანაა. ანუ უნდა გაითვალისწინოს კონტექსტი, მართალია რაშიც იწერებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა აი ძოლახმაშიც არის, რომ ცანი დაემტკიცა სიტყვითა ღვთისათა ხო არის ფსალმუნებში, ან ძოლახმაშიც არის. მაგრამ ის აი ეს ასეთი რაღაცა ტერმინოლოგიური განსაზღვრება, რომ სიტყვა არის ღმერთი და სიტყვა განკაცდა და ეს რაც გახდა მე ლაიტმოტივი და მთავარი ქრისტიანობაში, ამაში გარკვეული, როგორ თქვა, რეზონანსი არის აი ელინური გავლენებისაც და ეს ძალიან კაია, იმიტომ რომ სიტყვა ხო ის სიტყვა, რომელიც ყველამ უნდა გაიგოს, თელმა სამყარომ, არა მარტო ებრაელებმა, სიტყვა, რომელიც განანათლებს ყველა ადამიანს მომავალ სამქვეყნად, ყველა ადამიანს და არა მარტო ებრაელებს. ამიტომ ეს კოსმოსი მიყვება მას, ხო, მთელი სამყარო მიყვება მას. ამ სამყაროს აი ესეთი გლობალური, როგორ ვთქვათ, გლობალური როგორ სწავლების მიწოდება ჭირდება და არა შენი ვიწრო ებრაულის მარტო. ნუ შეიძლება ითქვას, რომ იერაღათაც გამოიყენა, უკვე კრებების პერიოდი რო არის, პირველადაც მეორე საუკუნეშიც აპოლოგეტი მამები ფილოსოფიას იყენებენ, ლოგიკას, ასე ვთქვათ, ისევ აი შემოსული არასწორი აზრების საწინააღმდეგოდ. კი, არა მარტო აპოლოგეტები, თვითონ სახარება იყენებს ლოგიკას, ბიბლია იყენებს ლოგიკას. აი მაგალითად, როცა იესო უმტკიცებს, რომ სისულელეს ამბობთ, რომ მე ბოროტი ძალით გამდევნი ეშმაკებს, ხო? აი ულაგებს სილოგისტურად, რომ ხო, აი ეს თუ ასეა, მაშინ ხო დაიშლება ბოროტების სამყარო. ეს აბსურდია, ეს გამორიცხოთ. ეს თუ გამორიცხეთ, მაშინ ასეა. თუ ასეა. მაშინ გამოდის ერთადერთი გზა, რომ თქვა, როგორ ხდება მარტო კეთილი ძალით შეიძლება ხდებოდეს ამის დემონების გაყარა, ხო? ამიტომ ის ლოგიკურად უნდა მოხვიდე ჩემთან. მარტო იმით კი არა რაღაცა იგრძენი რამე ან მადლიერი ხარო განგიკურნე შენი შვილი და რაღაც ეს კი ბატონო, რა თქმა უნდა ეს თავარია, მაგრამ ლოგიკურადაც შეგიძლია მიხვიდე. აი ლოგიკას გეხმარება იმაში, რომ არ დაბრკოლდე. აი ცენტურიონი მაგალითად ცენტურიონის ლოგიკას მიმართავს. შეხედე ეუნება იესოს არ მოხვიდე ჩემთან, იმიტომ რომ შენ ხო დისტანციიდან შეგიძლია ეს გააკეთო. ჩემი მსახური ავათარი კი ბატონო მინდა რომ განკურნო, მაგრამ მე არა ვარ ღირსი, რომ შენ ჩემ სახლში შემოხვიდე. აქედანაც განკურნებ. იმიტომ რომ მეც ყავს მსახურები, ისინი ასე მე რო ვეთქვი ეს გააკეთე, აკეთებენ და მოკლედ ლოგიკას მოაყოლებს იმას, რომ შენ შეგიძლია დისტანციიდანაც განკურნო. ამიტომ არ ჭირდება ჩემთან მოსვლა და იესო მეუბრუნდება ებრაელებს და ეუნება, რომ ისრაელშიც კი ორიპოა ისეთი რწმენა, როგორც ამ ცენტურიონს აქვს, ამ რომელ ცენტურიონს. ანუ ლოგიკა დაეხმარა ცენტურიონს, რომ უფრო გაეღრმავებინო თავისი რწმენა. დიალექტიკური აზროვნება, უბრალოდ იფიქრა, ეს ასე, ესე იგი ეს ასე იქნება, ესე იგი მას არ ჭირდება ჩემს სახლში შემოსვლა. ხო, თუ ის ყოველთვის, პირველია ფაქტურად სახარებაში ვიც აღიარებს მას ღმერთად
ფაქტურად ღმერთად აღიარებს, იმიტომ რომ ინებდა და აღსრულდება. კი, ხო, რა თქმა უნდა. სხვა სასწაულების შემთხვევაში თხოვენ მოდი და ხელი შეახედა, ილო ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, ხო, ეს როცა ეუბნება რომ შენ გემორჩილებიან ესეთი პრინციპები ავადმყოფობის თუ არავადმყოფობის სულები გემორჩილებიან, მაშინელი წარმოდგენით ეს ავადმყოფობა შეიძლება რაღაცა სულების შეფასებაც ესეთი რომ ესოდენი რწმენა არ მინახავს აქ. ხო, და რატო იყო ასეთი ძლიერი რწმენა? ძლიერი რწმენა იყო დაფუძნებული ლოგიკაზე. იმან დასვა კითხვები ეს თუ ასეა, ესე იგი გამოდიარება ასე, ესე იგი ლოგიკამ შეიძლება გაგიძლიეროს რწმენა. ძალიან საინტერესო ამ საკითხთან მიმართებით კლიმენტი ალექსანდრიელის ხალიჩებში იყო სტრომატაში ცოდნის და რწმენის ურთიერთმიმართება, ამაზე ქართული ადრე ნაშრომების სტატიებიც გამოიცა და ძალიან ღრმა საკითხია ეს რწმენის და ცოდნის ურთიერთმიმართება, ძალიან საინტერესო. რწმენაში შენ მიღებული გაქვს რა, რწმენაში შენ მიღებული გაქვს წინასწარმეტყველისგან გამოცხადებით ჭეშმარიტება, ენდობი ამ წინასწარმეტყველს ის როგორი ადამიანის რომ არ მოგატყუებს და მიყვები ამას და ის მისი გამოცხადება ჩაწერილია წმინდა წიგნში და ეს წმინდა წიგნი შემცა აპრიორი აღებული ჭეშმარიტება, მას კითხვას აღარ უსვა, უკვე რწმენით იღებ ამას. ეს ერთია, მაგრამ ფილოსოფიაში დაუშვათ, შენ ასეთი ფუფუნება არა გაქვს, შეიძლება ინტუიცია წინასწარი გქონდეს ფილოსოფიაში, მაგრამ ეს ინტუიცია უნდა გამოხატო ლოგიკით. შენ გეტყვის, იცი, აი რატო არ უნდა ვიძიო შური? ამის აი არ უნდა იზიო კაცო, ვერ ხვდები, ისაც ხო ცუდია რომ შური იზიო. აი შეხედე ევრიპიდემ რა თელი მედია დაწერა ამას და აი ნახე რომ აი როგორ ცუდი რაღაცა, მაგრამ მითხარი აი უფრო ფილოსოფიურად ამიხსენი. ლოგიკურად და პლატონს აი ლოგიკური ახსნა აქვს, მაგალითად, აი შური რატო არ დაიძიო და შური ძება ნიშნავსავს რო ავი გაუკეთო,ავს როავს გაუკეთებ. ამით იმავს უკეთეს გახდით უარეს. მაგალითად, ცხენმა რო ტლინკი დაგარტყას და შენ აქეთ ფეხი მოტეხო, ის ცხენი უკეთესი ცხენი იქნება თუ უარეს ცხენი იქნება. ხო და განორცე ყველაფერში ხო ეგრეა. იგივე გამოდის ადამიანებს შორის ურთიერთობები. ვიღაცამ ცუდი გაკეთა, ცილი დაგწამა, შენც უკან და ცილი დაწამა, ან ჩავჩარტყა რაღაცა რა. როგორი გახდება ეს და უკეთეს თუ უარესი. რამე რაციონალობა და სიკეთე არის მაშინ რომ შენი ქმედებით სამყაროს კიდევ უფრო უარესი არსება აჩუქო? არა. ესე იგი რა უნდა გააკეთო? უნდა იძიო შური და არ უნდა იძიო შური. ანუ ბიბლიაში წერია შური არ იძიო და მე მომეც შური ძიება, ჩემია შური ძიება, მე ამას ვიხუტებ, ასე ვთქვათ, მორწმუნე და არ ვიძიებ შურს და ძალიან მიხარია, რა კარგად ცხოვრობ ამის მერე, ეს არ გავაკეთე, კიდე გაი ბიბლიაში ეს წერია და წავიკეთე დავიჯერო. პლატონი გეუბნება რომ აი ამა იგივეს გეუბნება, ხო დასაბუთებულად მიდის იმავე დასაბუთებულად. ფაქტობრივად იგივეს წარმოადგენს ეგზეგეტიკა მთელი, ესე იგი ბიბლიის განმარტებები უკვე შემდეგში მოვიყენებენ არა მარტო ეგზეგეტიკა, ანუ ეკრებების ისტორიაც არის, ერესების ისტორიაც რამდენი ტერმინი შემოდის, ეგრეთ უსია, ანუ არსი, ჰიპოსტაზი, პიროვნება, ამის განსაზღვრებას ხო სულ ფილოსოფიური ტერმინებია და შემდეგში შეიძინა ქრისტიანული ჭეშმარიტების შინაარსი, ანუ სხვა შინაარსით დაიტვირთა ასე ვთქვათ. მართალი და ეს ბერძენი განათლებული ხალხი, ხო, რომის იმპერიის განათლებული ხალხი, ვინც დაწაფებულია ბერძნულ ფილოსოფიას, დიდ კულტურას, ხო, კოინე მაშინ ეს ბერძნული ენა გავრცელებული იყო მთელ რომის იმპერიაში. უფრო მეტადაც ვიდრე ლათინური. ნუ სახელმწიფო ენა იყო ასე ვთქვათ რა. და აი აღმოსავლეთში ხო საერთოდ ხო მაშინ აი იმპერიის ცხოვრებისას დიდი ნაწილი აქეთ ხარეს უფრო იყო აი მცირე აზიაში და ბერძნული ენა იქ იყო რა მთავარი ენა. ამიტომ პავლე მოციქულის რომის მოქალაქეა და ბერძნულს ფლობს ძალიან კარგად და როცა ელაპარაკება არეოპაგში მაგალითად ათენელებს იქ მათი პოეტების ენით ელაპარაკება, ხან ციტირებს მათ პოეტებს. აი თქვენი არატუსი ამბობს ასე სახელს არ ამბობს, მაგრამ იმის ციტაციას აკეთებს, რომ ხო ამბობს აი თქვენივე პოეტი, რომ ერთი ღმერთის მოდგმისა ვართ ყველანი, ყველაში ერთი სისხლი გვაქვს და ის ახლოსაა ჩვენთან და ღმერთი არ ცხოვრობს ხელქმნულ ტაძრებში და ის შენ გულში უნდა აღმოაჩინო და ეს ყველაფერი ხო თქვენი პოეტებიც ლაპარაკობენ ამას. აი მათივე ენით ეუბნება. რატო პავლე აფასებს ამ კულტურას? ესე იგი ის კულტურა, რომელიც მიხვდა იმას, რომ ღმერთი ერთია, რომელიც ის კულტურა, რომელიც ეძებს, როგორც პავლე ეუბნება მათ, რომ აი თქვენს ბომონებში მიპოვე უცნობ ღმერთს ბომონი. ანუ ის კულტურა, რომელიც არ კმაყოფილდება ამ რაღაც ასეთი ღმერთებით, კონკრეტული რაღაცა ღმერთებით, გამარჯვების ღმერთია, ნიკე თუ რა ვიცი რაღაც ეს პოლითეისტური თავისი რელიგიით და ეძებს კიდე რაღაც უცნაურს, უთქმელს. აი ესე იგი აი მე მინდა დაუგვირგვინო ეს კეთილშობილი ძიება მან და ველაპარაკო იესოზე. სხვადასხვა ეს მაძიებლური ეს ანტიკურ ხანაში ყოველთვის იყო თქვენ კარგად მოგეხსენება და ძალიან საინტერესოა ერთ-ერთი კლიმენტი ალექსანდრიელის აზრია თუ არ ვცდები, აი სამგვარი გაგება, აი საიდან იყო
წარმართებს, ანუ ქრისტიანულისთვის წარმართული სამყაროა, ხო, ძველი აღთქმის სამყარო. წარმართული სამყაროში ცოდნა მაგალითად ერთი ღმერთის შესახებ, ანუ ამდენი ცოდნა. და რამდენიმე მიზეზს, სამ მიზეზს ჩამოთვლის ზირითადად ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ თავად ადამიანის გონებას ღვთისგან მინიჭებული აქვს ეს მადლი და ეს უნარი, რომ მან ჭეშმარიტება ეძიოს ბუნებას, მეტყველებაში, ეს ლოგიკაში და მიაგნოს გარკვეულ ჭეშმარიტებებს, როდესაც ერთ ღმერთზე საუბრობს ასე შემდეგ ფილოსოფოსები. მეორეს მხრივ ეს არის, რომ ერთ-ერთი ეს ებრაელთა ანუ საღვთო განგებულება, ებრაელთა გადასახლებები როცა ხდებოდა, მაგალითად აი ნაბუქოდონოსორის დროს, ან სპარსეთის იმპერიის დროს, სხვა ქვეყანაში ხდება მათი გადასახლება, მათ შორის ესე ვთქვათ ბერძნულ სამყაროში. და როდესაც რაღაც გარკვეული ხალხი ჩამოდის, მათ თავის კულტურა მოაქვთ, თავის ციგნერები, თავის რელიგია მოაქვთ და გაცნობა ხდებოდა ამ ებრაული კულტურის და ბიბლიის ციგნების, ანუ ძველი აღთქმის ციგნების გაცნობა ხდებოდა და ეს ცოდნა ესე ვრცელდებოდა, ჭეშმარიტ მესიის მოლოდინის შესახებ ცოდნაც ესე ვრცელდებოდა, თითქოს ღმერთი ამზადებდა მთელ მსოფლიოს მერე ქრისტეს მოსასვლელ ქრისტეს მისაღებად. საქართველოს ხო ჩამოდიან ნაბუქოდონოსის დროს ებრაელები მცხეთაში სახლდებიან ებრაული ტომი და ესეც რაღაც ღვთისგანგებულება იყო და მესამე ძალიან საინტერესო მას ამბობს, რა ქვია, მიზეზს, ეს არის დაცემულ ანგელოზთა მიერ მინიჭებული განკადაცემული ცოდნა, დაცემულ ანგელოზებსო, ესე იგი საღვთო ჭეშმარიტებაც ბევრი ცოდნა აქვს და ხსოვნა აქვს, ანუ იქაური, ასე ვთქვათ, მეხსიერება და აი ამ ცოდნის გადაცემისას წარმართულ რელიგიებშიო ჭეშმარიტებაც გადადიოდა ხოლმე და ამიტომ არის მიმობნეულია თითქოს და ერთ-ერთი აი ამასთან რაღაც პარალელი იყო თესვარის იგავი რო არ მაცხვარი რო ყვებან თესვარის იგავს, ერთ-ერთი განმარტებელი არ მახსოვს კვიპრიანი კარტა არ მახსოვს რომელი ამბობს, რომ ეს სულიწმიდა მოქმედებს არა მარტო ესე ვთქვათ ამ გაგებით არა მარტო ეკლესიის წიაღში ანუ შეიძლება ეს მაცხონებელია მაგრამ მის წარმართულ სამყაროშიც მოქმედებდა რა გაგებით რომ აი ის ცოდნა რაც მათ ჰქონდათ და რაც ჭეშმარიტება იყო ანუ რაც მათ ცოდნაში სწორი იყო ეს მინიჭებული იყო ღვთის მადლით ესეთი განმარტებას და ეს თესლი არა მარტო ჩვენ უნდა გავიგოთ როგორც ქადაგების მიმღებელი როგორ მივიღებთ ამას არამედ მთელ ესე იგი საღვთო ისტორიას ანუ კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედოთ თუ აქ ესეც იგულისხმება ეს რაღაც ძალიან სიმბოლური განმარტება არის მაგრამ რაც არის ალექსანდრიული სკოლის ის არის ძნელია წარმოიდგინო რომ ღმერთს მარტო ებრაელები იყო და კი ებრაელებიც რჩეულიერი კი იყო მაგრამ ეს არ ნიშნავს სხვა ადამიანებზე არ ზრუნავდა ეს ცლის წამებაა ღმერთზე რომ ესეთი რაღაცა თქვა როგორ შეიძლება ღმერთს არ ყარებოდა თავისი ქმნილება თავისი ხატად დამსგავსად შექმნილ და თან ეს ადამიანს როგორც ადამიანს ადამიანიდან დაცემიდან მოყოლებული აქვს ჩადებული თავის გულში ხო და მანამდეც მაგრამ კეთილი და ბოროტის შეცნობის უნარი აქვს ადამიანს ამიტომ არა მარტო ებრაელს არამედ ყველას ამიტომ პავლე ამბობს რომ წარმართებს თუ არა აქვს რჯული დაწერილი რჯული სამაგერთ მაგრამ გულის ფიცარზე დაწერილი რჯული ის არჩევენ ერთმანეთთან რა არის კარგი რა არის ცუდი რა არის ღირსეული რა არის უღირსი და ქრისტეო რომ მათო ამ რჯულის მიხედვით გულის ფიცარზე დაწერილი რჯულის მიხედვით განჯისო ამიტომ წარმართი თუ აშოვებს რაღაცას მას არ აქვს გამართლება რჯული არ ქონდა როგორ არ ქონდა რჯული აქ ქონდა რჯული დაწერილი რა მოსემდე რა ვერ ხვდებოდა ებრაელები რა იყო კარგი რა არის მოსემ შექმნა კეთილი და ბოროტი ისიც ამბობს იონე კროპერიც წერს რომ ევან კროპერის ხალხი დეგრადაციასაც კი უწოდებს რჯულის მიცემას მანამდე აბრაამს რა შეჭირდება რჯული ცოცხალი ურთიერთობა აბრაამს ისედაც ეცმოდა რომ არც კი გაუელებდა თავში რომ ვირი მოეპარა მოყვასისთვის აცნებაში წაიწა ვირი არ მოიპარო მოყვასის და რატომ არ მოიპარო მოყვასის ვირი როცა ვიცი რომ მოყვასს უნდა დავაფასო და რაც ისედაც ვიცი რომ ეს არ მოვაკეთო ამიტომ ათინცნება რაცა იმასავით იყო ყავარჯნებივით იყო უკვე დაცემული ხალხისთვის ასე წერს იონე კროპერი ხო პრინციპში ჯული კანონის პრინციპი მიზანიც ეგ არის თვითონ მოსესაც უარჭირდებოდა ის კანონები რომ ხარი არ მოუკლა მეზობას თუ რა მე ამდენი სისხლით უნდა ანუ იმიტომ რომ ის განკეთებელი იყო ამის ხო ისიც კონკრეტულად ის კანონიც მარადიული კი არის მაგრამ ის მარადიული რომ ხედავ რომ ასეთი ფორმით მიეცა ამ ხალხს ესე იგი იმ ხალხისთვის მორგებულად იყო აი ეკონომია ქვია მას ქრისტიანულ ტრადიციაში რომ ღმერთი ერთია და მას აქვს ეს სრულყოფილება, მაგრამ ამ სრულყოფილებას პორციობით აძლევს კაცობრიობას იმ მომზადების დონი. როგორც შეუძლია რომ მას დაიტივოს. კიდე ერთი არის მაინც განსხვავება ფილოსოფიას და ქრისტიანობას შორის, აი რასაც ტერტულიანი ამბობს, რომ აი წამს იმიტომ რომ აბსურდია. აი ეს არ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაფერს ფილოსოფია ვერ წდება, ყველაფერს ის ადამიანის ბუნებრივი გონება, რომელიც ღმერთმა მის ადამიანს ამ ბუნებრივ გონებას აქვს, უნარი ღვთიური სიმართლე ღვთიური ნათელი მიიღოს, მაგრამ არის რაღაცა მომენტი, როცა ბუნებრივი გონებით ვეღარ აგნებ. ამიტომ გჭირდება გამოცხადება. რო არ ყოფილიყო ქრისტეს განკაცება, ჩვენ ვერ გავიგებდით იმას, რაც ქრისტემ უთხრა მოწაფეებს. ანუ ქრისტემ მოწაფეებს უთხრა ისეთი რაღაცეები, კაცობრიობა ზოგადად უთხრა, რასაც კაცობრიობა ვერც ერთი, ვერც პლატონი, ვერც ბუდა, ვერც არ ვიცი პითაგორა და ვერავინ, კირკეგორი ვერ გააკეთებდა თვითონ ქრისტეს გარეშე.
ანუ ქრისტემ უთხრა მე ცოდნას გაძლევ ისეც რომელთანაც უნდა მიხვიდე მხოლოდ ჩემი მიღებით მე თუ არ მიმიღე და ჩემთან ერთად არ აკეთე ის ვერ გააკეთებ ტყუილუბრალობაა აი მაგალითად ეგზისტენციალისტი და მე ვარ პროექტი ჩემი თავისთვის კი ბატონო ხარ პროექტი შენი თავისთვის მაგრამ არის რაღაც პროექტი რომელსაც ქრისტეს გარეშე ვერ გააკეთებ ანუ შენ მარტო შენ ვერ იქნები პროექტი შენი თავისთვის თუ არ რწმენით არ მიხვედი ქრისტესთან აი წამს იმიტომ რომ აბსურდია ეს რომ მოვიდა მესია რომელიც დამარცხდა ჯვარსაცვეს მაგრამ ამ დამარცხებაში გამარჯვება ისეთი პარადოქსია რომ აი ამაზე წაიტეხეს ცხვირი ასე ვთქვათ აი საცთური ლოდიო რო თქვია ხო ძალიან ბრძენმა ებრაელმა მასწავლებლებმა რომ კი მაგრამ თუ დამარცხდა რაღა მესია არის ესეთი მომენტი აი ეს არის ისე რომ ამიტომ აი სისულელის ქადაგება ქვია ამას აი პავლესთან რომ ბერძნული ფილოსოფიაც ვერ მიწვდა ებრაელები რომელიც სასწაულს ეძებდნენ ისინიც ვერ მიხვდნენ ამას და აი სისულელის ქადაგებით გადაარჩინა ინება ღმერთმა სამყაროს გადარჩენა. აი ეს იმიტომ რომ ღმერთის სულელიო უფრო ბრძენია ვიდრე ყველაზე დიდი საკაცობრიო სიბრძნეო. ხო ეს კი აი ეს აბსურდი იმიტომ რომ შენ რწმენად მიმართავ როცა გონება აღარ კმარა უკვე ეს მომენტი. თუმცა გონება აუცილებელი არის რომ განსაზღვრო ეს გამოცხადებაში რაც არის არასწორი აზრებისაგან დაიცვა შენი თავი იმიტომ ფილოლოგია და ლოგიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის ღმერთთან სწორი ურთიერთობის დამყარებისთვის იმიტომ რომ წმინდა წერილი სწორედ გაიგო ამიტომ ქრისტიანებთანაც აი გრამატიკის შესწავლას და ლოგიკას ძალიან დიდი მნიშვნელოვანი იჭებოდა ის ქრისტიანების განათლებაში ამიტომ მამებიც და ეკლესიის კრებებიც სულთა ფილოლოგიური ლოგიკური მსჯელობებით იყო აგებული. დიახ, ბუნებრივია ის ისედაც ესმოდათ რა წმინდა სამების არსი, საღვთო მადლის განცდა ქონდათ მაგალითად მოციქულებსაც, მაგრამ იმ პერიოდში რადგან არ იყო ეს დავები ტერმინოლოგიურად ეს არ გამოითქვა, მახარებლური ხანა არის. აი უკვე მესამე საუკუნიდან, მანამდე აპოლოგეტები ძირითადად წარმართებისგან იცავენ, მაგრამ აი ეკლესიის წიაღში რაც იწყება ერესები, რომ აი მაგალითად სამების არასწორი გააზრება ქრისტეს ღმერთობასთან დაკავშირებით, აი არეზოლური ერესი, შემდეგ ნესტორიანული და შემდეგ. ყველაფერს პასუხი ეცემა ფილოსოფიური ტერმინების გამოყენებით, რომ აი ეს საღვთო ჭეშმარიტება გადასცე ლოგიკური ტერმინებით, რომ კი, აბსოლუტურად, აი ეს ამიტომ შენ არიოს რო უპირისპირდები უკვე და გინდა გამოხატო როგორ შეიძლება იყოს რომ თანაბარი პატივუნდასე მამასაც დაძეს როგორც წელია წმინდა წერილში როგორც პატივსევენ მამას ისე უნდა პატივს ეძეს ამას თუ არ ახარ თანასწორი მამის ვერ იტყვი ესე იგი ამბობს რომ თანასწორობა გაცხადებულია თანასწორობა თუ გაცხადებული მაშინ როგორ არის ესე იგი ღმერთია ეს ღმერთია თან ქვია კიდეც ღმერთი ხო იოანესთან და როგორ გამოხატო მაშინ ერთობა და სიმრავლე. რა არის არსება რა. ხო და ერთობა და სიმრავლე ანუ თქვა რომ თან ორი საფრთხე იყო ხო ერთი იყო საბელიანიზმი რომ თქვა რომ ეს ერთია და მოდალობებშია განსხვავება ხან მამაა ხანზე ხან ზულიწმინდა ეს საბელიანიზმი ან მოდალიზმი მეორე არის რომ ტრითეიზმი ანუ სამი ცალკე ღმერთი მამა ცალკე ღმერთი და როგორ გამოხატო ამათ შორის როგორ დაადგინო ეს ჭეშმარიტება აი ეს რასაც გრძნობ ინტუიტიურად და ეს გამოხატეს ამ ტერმინებში რაც აიღეს ფილოსოფიიდან უსია და ჰიპოსტასი. დიახ. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მამები ამას იყენებენ, მათ ეროდირება რადგან გააჩნიათ. მათი ძირითადად მათი ნაშრომი ქადაგები ხუმილები დაგვრჩა დღეს ეკლესიაში, რა თქმა უნდა, სხვა ბევრი ადამიანი იქნებოდა, წმინდა ადამიანი, რომელსაც ამის ცოდნა გააჩნდა სულიერ გონებრივი, მაგრამ ამის წერილობით გადმოცემის საშუალება არ ჰქონდა და მათი, ასე ვთქვათ, ნაზრები არ დარჩენილა დღევანდელ დღემდე. როდესაც იღებენ ამ ტერმინებს ფილოსოფიური ლექსიკონიდან, ჟარგონიდან და როდესაც იყენებენ ლოგიკას, რომ ახსნან ქრისტიანობის გამოცხადებული ტექსტი, მაშინ შეუძლებელია თვითონ ქრისტიანული აზროვნება არ დაიმუხტოს ფილოსოფიით. და მე განუყოფელი ხდება ფილოსოფიისაგან და ფაქტობრივად ვიღებთ ქრისტიანულ თეოლოგიას, ლოგიას. ანუ მარტო ის კი არა რომ ტრესკია, ანუ თაყვანისცემა ღმერთის წინა წერილი, ლოცვები. ამასთან ერთად ვიღებთ ასე განმარტებას და ლოგიკას ამ ყველაფრის. აი რა სიტყვა აქვს ამას, რა დასაბუთება აქვს ამას. ანუ ჯურისწერა ხდება გამოცხადებული ტრადიციის საფუძვლის ბიბლიის მის განმარტებასთან ფილოსოფიური ჟარგონით და ამ განმარტების გარეშე უკვე აღარც ბიბლია არის ამის მერე. უკვე ბიბლია და ეს განმარტება ერთად, ამიტომ რომ შენ თუ ეს განმარტება არ მოაყოლე ბიბლიას, მაშინ მიიღებ ძალიან ადვილად ერეტიკულ სწავლებებს. ანუ ბევრ ადამიანში გამოიწვევს დიახ არასწორი. ანუ იქ წაიგიხო, მაგრამ ზე ამბობს, მამა ჩემზე მეტი არის. აჰა, სად არის მაშინ ღმერთი? როგორ არის თუ მასზე მეტია მამა, ის ღმერთი აღარ გამოდის. აჰა, აი დაგიჭირე.
აი კითხვის ამას განმარტება ჭირდება სხვა ადგილას ხავს მე და მამა ერთი ვარ სხვა ადგილას თანაბარი თაყვანისცემა მართებს ეს და მამა აკეთებს სასწაულებს და თაყვანისცემას იღებს ანუ და რატო ამბობს მაშინ რა კონტექსტში რა გაგებით ამბობს ამას და ამას ჭირდება დიდი ფილოსოფიური ანალიზი განმარტება და როცა ამ განმარტებას აკეთებ უკვე ხედავ რომ თვითონ ბიბლია არის შეუძლებელი ამ განმარტების გარეშე და უკვე ჯურისწერა ხდება ბიბლიის ან გამოცხადებული ჭეშმარიტების ფილოსოფიასთან უკვე ქრისტიანობა ქრისტიანული თეოლოგიის გარეშე აღარ არსებობს და თეოლოგია კი ბერძნული ფილოსოფიური კულტურის გარეშე აღარ არსებობს ну практически ეს ალბათ პირველ ეტაპზე ბუნებრივად მოხდა ეს ახლა მეორე საუკუნეში მაგრამ მე უკვე აი ბასილი დიდი ივანე გრიგოლ ღვთისმეტყველის პერიოდი გრიგოლ ნოსელი რომელსაც კლასიკური განათლება ჰქონდათ მათ ანუ ბუნებრივად სწავლობდნენ ფილოსოფიას და შემდეგ რა თქმა უნდა ამას იყენებენ იქიდან მარცვლებს იღებენ ლოგიკას ჭეშმარიტებას უკვე ჩაყალიბებენ ესე ვთქვათ საღვთისმეტყველო აზრს აი მაგალითად დავიღოთ რომ აი ბასილი რომ ასაბუთებს რომ არ შეიძლება ძე იყოს ნაკლები მამაზე და ზე არის თან ისევე სრულყოფილი როგორც მამა. აი ასაბუთებს სუბტად ფილოსოფიური ენით და ლოგიკურად რომ ის რომ ნაკლები არ იყოს სრულყოფილი, მაშინ არც არ გახდება სრულყოფილი, იმიტომ რომ მამა უსასრულო არის და ეს თუ სულ იზრდება მამისკენ, ძეც, მაშინ ეს ამას ბოლო არ ექნება. გამოდის ის ვერ იქნება და თუ ის და მამა ერთია და ის ყველაფერს ატარებს მამისას რაც მამას აქვს როგორც წერია წმინდა წერილში ხო ეს წერია სისავსე აქვს თელი ყველაფრის თელი სისავსე მასშია შეულებრივად ხო ესე იგი მასში სრულყოფილოა ყველაფერი ესე იგი ის მარადიულად ასე იყო და შეუძლებელია ლოგოსში იყოს პროცესი მამისაკენ რომ იზრდება მამაში ესე ანუ და იყენებს სუბტად ფილოსოფიურ არგუმენტს ბასილი და ეს ფილოსოფიური არგუმენტი მისთვის არის როგორ თქვა შეუვალი ანუ თუ ასე შეხედეთ გეპატიჟები, აბა მითხარი, რამე შეცდომა დაუშვი ამ არგუმენტში, აი ფილოსოფიურად, თეოლოგიურად ეპატიჟები, ან თეოლოგია და ფილოსოფია ერთი და იგივე მეთოდი არის. შენ ეპატიჟები სხვა თეოლოგს, მოდი აბა განსაჯი, ჩემი აზრი, აბა ნახოთ, სადმე შეცდომა დაუშვი, თუ არ დაუშვი, მაშინ უნდა მიიღო. ხო, პრინციპში ისიც მარტივადაც თუ კი ის მამა თუ როდესაც ძე არ იყო, დაუშვით არის წინამდე, მაშინ ისიც არ ყოფილა მამა. თუ ეს დროში მოხდა. თუ მამა ყოველთვის მამაა, თუ ღმერთი ყოველთვის მამაა, ანუ თუ მარადიულად მამა, მაშინ ანალიტიკურად, ანუ ანალიტიკური სინამდვილე თქოს განსაზღვრება გულისხმობს სხვასაც. მაგალითად, არის ქარი გულისხმობს ქროლას აუცილებლად, ხო? ასე მამა აუცილებლად გულისხმობს ძეს და თუ მამა არის აუცილებლად მამა, მარადიულად მამა, მაშინ თანამარადიულად ძეც უნდა ყავდეს. გარკვეულწილად ძეც განსაზღვრავს მამას როგორც მამას. აი ზუსტად ამას ხო ესე გამოიწვია პრინციპში საინტერესო არის ისიც რომ მაგალითად აი ჩვენ რო გადმოვიდეთ იონე დამასკელის თარგმანზე, ქართულ თარგმანზე, ხო? ნიშნულოვანი ეფრემციმი ამბობს რომ ის წინა პირველის ანუ საფილოსოფოსო თავნი რო არის ეს ძველ ქართულად ხო ის თარგმნეო რომ ერთ წიგნად იყო ბერძნულშიო და არ დავყავიო და პრინციპში რა არის აი როდესაც დოგმატურ ღვთისმეტყველებას სწავლობს ადამიანი აი ეს წინარე რაც ახლა იმას თავურთო იონა დამასკელას ის საფილოსოფიის ტერმინების განმარტება ხო ფაქტობრივად ის თუ არ გესმის შენ რას ნიშნავს არსი უსი ან რა შინაარსი პიროვნება რას ნიშნავს ან ჰიპოსტასი რას ნიშნავს ჯერ თუ ეს არის სწავლე სამების დოგმაც ვერ ისწავლე ანუ ბუნებრივია რაღაც ეს სწავლების მეთოდი არის და კიდევ ერთი არის ამაში რა არის დიდი გულუხვობა შენ რო შენ რას ამბობს დამასკელი შენ შეგილია იმითი რომ ამ ტერმინებში ილაპარაკო დელიკატური იყო წარმართთან არ უთხრა რომ შენ სანამ ქრისტიანი არ გახდები ვერ გაიგებ და არც დაგელაპარაკები არა მე შენ გელაპარაკები სანამ წარმართი ხარ მაშინაც და შენ ტერმინებში გიხსნი რაც არასწავლებად ჩემთან არის ამიტომ შენ შეგილია შენ ტერმინებშიც გაიაზრო მე მართალი ვარ თუ მტყუარი ყოველში აწონ-დაწონო მაინც ანუ აი იუსტინე მოწამეც ეუბნება იმპერატორს უწერს ამ წერილს ორი აპოლოგია დაწერილი ანუ აი ელაპარაკება რომ ქრისტიანები არიან ყველაზე კარგი ფილოსოფოსები იმიტომ რომ რაც სოკრატე ამბობდა და სოკრატეს რაც ეუბნებოდა ის ბუნდოვნად ეუბნებოდა მას ეს დაიმონი ლოგოს ეძახის ამ დაიმონს იუსტინე თარგმნის ამას ასე რომ სოკრატე ამბობს რომ ჩემში არის დასწრება რაც ღვთიური ნათლის და ღვთიური ნათლის დასწრებით მე ვხედავ რომ რაღაც არასწორად ვაკეთებ ის არ მეუბნებს რა უნდა გავაკეთო მე თვითონ ვეძებო მაგრამ მაჩერებს ხოლმე როცა რაღაც არასწორს ვაკეთებ აი იუსტინე ამბობს ეს რაც აჩერებდა სოკრატეს რომ არასწორ ქმედებაში რაც ასწავლიდა სოკრატეს რომ ეს წარმართული ღმერთები არასწორი ღმერთებია და არ ჭირდება ეს უხეში სხვერპის შეწირები და აი ეს ლოგოსი განკაცდა ქრისტიანებისთვის ეს ჩვენთვის და ჩვენ ვართ უფრო ღრმად ფილოსოფოსები ვიდრე თვითონ სოკრატე იყო და სოკრატეს რაც ჰქონდა ბუნდოვნად და ასე ვთქვათ მინიშნებებით ჩვენ მოგვეცა სრულყოფილად აი ესე აკავშირებს ორიგენეც ქრისტიანობასთან ფილოსოფიას აი ამბობს რომ
ის რადგან ოცნებობდნენ პლატონი, არისტოტელე. ისინი მხოლოდ ოცნებობდნენ იმას, რომ ადამიანი ბედნიერი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ვერ იქნება ბედნიერი, იმიტომ დაცემულია ადამიანი. აი ქრისტემ მოახდინა ის, რომ რას ისინი ოცნებობდნენ, რეალობა გახადა. ან შენ შეიძლება იცხოვრო მართლა ბედნიერება, იმიტომ გადალახო ეს ცოდვის ინერცია, ცოდვის გაკაჩვა, რაც მარტო ქრისტე შეუულია, ქრისტეს ჯვარცმის და რაც ქრისტე მოიტანა, ასე ვთქვათ, ქრისტეს ჯვარცმამ და აღდგომა. ფილოსოფია ძალიან დიდი და კეთილშობილი მოქმედება ადამიანის სულის მიღწევა. ბასილ კესარელი იმას წამოს, რომ ახალგაზრდებს მიმართავს, ქრისტიან ახალგაზრდებს, რომ იკითხეთ პლატონი, ჰომეროსი, დიდი ბერძენი ავტორები, იმიტომ ბევრ რაღაცას მიხვდნენ ისინი. აი ბუნებრივი თავისი გონებით, რომელიც განათლდა ღვთიური შუქით, აი მიხვდნენ ისინი რაღაცებს, ამიტომ ბიბლიამდე მოემზადეთ, რომ წაიკითხეთ აი ეს ფილოსოფოსები და მწერლები. ბასილიდის ეს წერილი ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ თანამედროვე ახალგაზრდებისთვის, აი როგორ ვიკითხოთ წარმართულ ლიტერატურას, ასე ვქვია ქართულ გთარმაში, რა ქვია ქართულში. ეხლა მაშინ ისე ეხებოდა ბერძნულ წარმართულ ლიტერატურას, დღეს ეს ეხება მთელ უზარმაზარ ლიტერატურას, სოფლიო ლიტერატურას. ყველაფერი შეიძლება დაინახოს სიკეთის მარცვლები. ყველაფერი მაგალითად ხო იქ მოყავს თვითონ ბასილიდის სათნოების მაგალითები, ძველი ასე ვთქვათ მითოლოგიიდან და ესეთ ქრისტიან მარუზაგინოს რამინდრანათ თაგორი მაგალითად ან დიდი ავტორები რომ შეიძლება ქრისტიანები არ იყვნენ და ძალიან დიდი სიბრძნეები იყოს მათთანაც მათგანაც შესაძლებელი ამიტომ ყველაფერი რაც არ ეწინააღმდეგება ბიბლიას და პირიქით ლაპარაკობს ადამიანის სათნოებაზე, ღირსებაზე, წარმავალობაზე და უფრო მარადიულზე ყურადღების გადართვაზე ეს ყველაფერი სხვადასხვა კულტურებში რაც არის შეიძლება როგორც ფუტკარიო ყვავილებიდან აიღებსო ისე აიღო და შეიძინო შენი სულის გამდიდრებისთვის გამოიყენო მაგრამ რა თქმა უნდა ბასილიც და ეს ქრისტიანი ავტორებიც იტყვიან რომ ქრისტეს გარეშე ხსნა მაინც არ არის ანუ რა გაგებით რომ ის მიგიყვანს რაღაც დონემდე მაგრამ საბოლოო ჯამში ის დიდი მცნებები რაც სახარებაშია როგორც ბრძანების სახით რა აი ეს შეიყვარე შენი მოყვასი და როგორც მე შეგიყვარე თქვენ და ეს აი ესეთი მცნებების შესრულება თვითონ ადამიანს ასე ქრისტეს გარეშე არ შეუძლია. ამიტომ უნდა შეუერთდეს ქრისტეს რწმენით და ეს ნათლობა აუცილებელია. მადლით განხთობაზე და პლატონი რო შეხვედრა პავლე მოციქულს, პლატონსაც ეთქვა რომ უნდა მოინათლა. სხვადასხვა ანასტასი სინელს აქვს ერთ-ერთი არ მახსოვს სადღაც უწერია რომ ხილვა ქონდა მე მგონი რომ ეს ნახევას ძველი აღთქმის ხა ეს ცოტა რთული საკითხია მაგრამ მაცხოვრის ჯოჯოხეთში ჩადის მაგრამ ძველი აღთქმის მართლებსაც აცხონებს და არის ერთ-ერთი მოსაზრება რომ წარმართებიდან ვინც ელოდა მას და ვინც ირწმუნა ჯოჯოხეთში მათაც და ერთ-ერთი პირველიო წარმართთაგან ველინთაგანო პლატონი შევიდა ესეთი რაღაცა უწერია მას ეს მისი კერძო ის არის რა თქვია ხა ეს დოგმატი არ არის მაგრამ საინტერესოა პლუტარქეს და პლატონის ხსნას თხოვს ერთი მე-11 საუკუნის ბიზანტიელი ინტელექტუალი ივანე მავროპოდოსი ეს ეპიგრამას წერს რომ ქრისტეს მიმართავს რომ აი ორისთვის მინდა ვკითხო პლატონის და პლუტარქესთვის იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ შენ რო გეცხოვრო შენ დროს რო ეცხოვრა და აუცილებლად პირველი ქრისტიანები ეგენი გახდებოდნენ ერთი რამე და გავამახვილ ყურადღება აი მაყურებლის უფრო მეტად როგორი უნარი ქონდათ რადგან ალბათ მოსილები იყვნენ ღვთისგან ის მადლსაც ატარებდნენ აი ეს მხოლოდ ანუ ის არ იყო ერუდირება არ იყო მათში და მხოლოდ ასე ვთქვათ რა და როგორ შეეძლოთ მათ უნარი გარჩევითობის ანუ რა არის კარგი რა როგორც ფუტკარი თქვენ რო ახსენეთ რომ მაგალითად პლატონისგან ძალიან ბევრ ამის აიღებდნენ მას რომ მაგრამ რეინკარნაციის დას აღარ აიღებდნენ ხო აი მაგალითად ხო ქრისტიან აი ესეც ძალიან საინტერესო რომ აი ამის გამიჯვნის უნარია დღესაც შეიძლება ადამიანმა ყველაფერი წაიკითხოს, მაგრამ აი ამის გარჩევითობა ქვია ძველ ქართულად რა, განსჯისა. ეს არის ამის და სწორედაც უყურებენ და პლატონიც აროს არ იტყოდა რომ მე ლაპარაკობ გამოცხადებულ ჭეშმარიტებას. მოსე არ არის პლატონი. ამიტომ პლატონი ამბობს რომ მე ასე ვფიქრობ, აბა შენ შეამოწმე. ფილოსოფიაში ეს არის. არისტოტელე 20 წელი იყო პლატონის მოწაფე და დაუპირისპირდა პლატონს, მე ძალიან ფუნდამენტურ აზრებში და ფილოსოფიის თუნდაც არსი ეს არის რომ შენ ზადახარ ღია ბოლოთი შედიხარ დიალოგში. ანუ შეიძლება დიალოგმა გამოვლინოს რაღაცა რაც მაგამდე არ იცოდი. ამიტომ ფილოსოფიას არ აქვს ეს საყმენი ტექსტი როგორც დაუშვათ ქრისტემ ბიბლია მაგალითად ქრისტიანებს არ ესეთი რაღაც არ აქვს. ამიტომ ასე ვთქვათ უფრო შეუზღუდავად იწყება ყველაფერზე მსჯელობას. მაგრამ აი ქრისტიანი ფილოსოფოსები მათ აქვს ეს ფუნდამენტური საწყისი ტექსტი. მაგრამ იქაც აი ამ ტექსტის მერე ერთმანეთს უზიარებენ ამ აზრებს და მოდი ეს შევაფასოთ ვინ უფრო სწორია. ხანდახან ეკლესიის მამებს შორისაც არ არის თანხმობა რაღაცებს და მე
მათ შორის საუკეთესო აზრის დადგენა ხდება დაუშვათ. ხანდახან ათეული წლები ჭირდება, რომ აზრი დამტკიცდეს მე. ტერმინებში შეთანხმება მაგალითად კირილ ალექსანდრელს ქონდა ეს დაუშვათ ფლაცას დადგენილი მკაფიოდ არ ქონდა პიროვნება დაუშვათ და ბუნება და ამიტომ ამ დიდი კამათები მე გამოიწვია და მთელი პრობლემები იყო და ამიტომ ესეც ძალიან საინტერესო სივრცე არის. დიახ, მე ეკლესიის ისტორიის შესწავლით ფაქტურად ეგ საეკლესიო დოგმატიკასაც და პატროლოგიას სწავლობ. ერთმანეთთან ძალიან კავშირში არის. და ძალიან იმდენად ყველაფერზე პასუხი გაცემული საღვთისმეტყველო კუთხით, რომ დღეს ფაქტურად ახალი აზრი სამებასთან მიმართებით ქრისტეოლოგიურ საკითხებში თუ აი ასე დოგმატურ საკითხებში შეუძლებელია წარმოიშვას და ნებისმიერი თანამედროვე სექტა იგივე იმეორებს რაცაც პასუხია გაცემული. აბსოლუტურად ესეა. როცა კარგად შეისწავლა. კარგად, ანუ ყველა აზრი თეოლოგიაში წარმოიშვება მართალი თუ მცდარი, უკვე გადამუშავებული, უკვე ძალიან დიდი კამათები იყო და იმ კამათებში, ამდენ მრავალსაუკუნოვან კამათებში და საეკლესიო კრებებზე, რომელიც თვეობით იმართებოდა, აი ის რაც თანამედროვე საკითხები გაწუხებს, უკვე იყო განხილული. შეიძლება რაღაცა ასპექტები ის სიღრმეში არ იყო წასული, რომ მაშინ არ აინტერესებდა იქამდე არ მიდიოდ, მაგრამ უკვე დასმული საკითხები იყო. ერთი ჩემი ბერძენი მეგობარი თეოლოგია მაქსიმეს თარგმნელი ძალიან კაი გამომცემელია და მათ სპეციალისტ მაქსიმ ახსაროლის ერთ რაზე ვთქვა თეოლოგია ამ ძველი არის ან არ არის თეოლოგიაო. ყველაფერი ახალი უკვე ძველ დროში უკვე განხილული იყო. მეტიც არის. თან ძალიან საინტერესოა რომ ის რაც განიხილება კრებებზე ტრინიტოლოგიური და ქრისტოლოგიური საკითხები მე ხდება თვითონ ადამიანის ახალი გააზრების საფუძველი ქრისტიანულ კულტურაში. ამიტომ პიროვნება რომ ადამიანს ჩვენ უღარ აი პიროვნება რომ ამბობთ ადამიანზე. თუმცა პიროვნება ჰიპოსტასი ასე არ უყურებდა პლატონი ადამიანს. პლატონი უყურებდა სული. სული რომელიც ხელშია დაუშვა და აი ეს პიროვნება რომელიც როგორ ვთქვა უნიკალურ კონტაქტშია სული და სხეული მასთან მასში. და შენ ვერ განიხილავ ამ პიროვნებას აი ამისიამ განსხეულებიდან დამოუკიდებლად და ეს სხეული და ეს მისი ეს სული და სხეული ერთად უნდა გქონდეს ყოველთვის გონებაში როგორც ქრისტეში. ქრისტე განკაცდა, მისი ღვთიური პიროვნება გამოიხატა, მიიღო მისმა ღვთიურმა პიროვნება ადამიანური ბუნება და აი ეს ადამიანური ბუნება რაც მიიღო და ის ისტორიული ასპექტები თავისი რაც მიიღო, ის მარადიულად მისი გახდა. ანუ უკვე ლოგოსი ვეღარ ვიტყვი ცალკე ლოგოსი იესო ქრისტეს გარეშე, იმიტომ რომ ლოგოსი და იესო ქრისტე განკაცების მერე უკვე ერთად უნდა მოიაზრო. და აი ქრისტოლოგიური იდეა გადმოვიდა მერე ჩვენს ანთროპოლოგიურ იდეაზე და ჩვენს ადამიანს ვაფასებთ არა სულის სხეულში ასე ვთქვა და მერე შეიძლება სულის სხვა სხეულში წავიდეს რაღაცა ან ცალკე სული ავიღოთ სხეულის გარეშე. ანუ ჩვენ ადამიანსაც ვაფასებთ ასე რომ ისტორიული ცხოვრება ადამიანის უნიშნულოვანესია, იმიტომ რომ ისა უნიკალური პიროვნება უნიკალურ ისტორიულ ცხოვრებაში, რომელიც სხვა არ ექნება, ეს ერთადერთი ისტორიული ცხოვრებაა და მისი პიროვნებაც არის ამ ეს ერთადერთ განსხეულებულ ისტორიულ ცხოვრებაში გამოხატული და მარადისობაშიც აი ეს პიროვნების მარადილობაც აი ასეთი იქნება, სული და სხეულითაც ერთად. ძალიან საინტერესო მე როგორც ვიცი ან ქრისტიანულ ეკლესიამ როგორც გამოთქვა აი პიროვნების არსი. ბევრი საუბრობდა ინდივიდზე. კი ბატონო, ინდივიდზე არისტოტელე საუბრობდა სულზე, პლატონი საუბრობდა, მაგრამ აი პიროვნება, ჰიპოსტასი რო ადამიანი ქრისტიანულ გამოთქვა და უკვე ათეისტიკ ადამიანის დასავლეთ ან ქრისტიანულ კულტურაში პიროვნების კატეგორიით განიხილავს ადამიანს. დიახ. ჩვენ რამდენიმე წუთი დაგვრჩა, დაახლოებით ალბათ 6-7 წუთი დაგვრჩა და რაც თუ მოვასწრებთ, მინდოდა შევხებოდეთ ან ქართულ თარგმანებს, ან ეფრემ ცირეს არის, რადგან ქართულის რო არ დაგვრჩეს. აი ქართულები იწყებენ ფილოსოფიის ისეთ ქრისტიანობა ძალიან ფილოსოფიური რელიგია გულისხმობს შენს ჩართულობას აღმოჩენაში ჭეშმარიტების და სულით იცხოვრე. გაძლევ სული წმინდას და შენ ვალდებული ხარ დაადგინო აი რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორი, ანუ დაწერილი სიტყვა კლავს სულიწმინდა აცოცხლებს. ანუ შენ სულიწმინდით უნდა იცხოვრო, ანუ შენ უნდა იფიქრო ღვთიური დასწრება შენში და ღვთიურ დასწრებასთან ერთად შენ უნდა შეაფასო ყოველი მოვლენა. ამიტომ გაწერილი ასეთი რაც გაწერილად არაფერი არ არის. ხისტი რაღაცა რიტუალის შესრულებელი კი არა, ანუ შენ ყოველ თითოეულ მოცემულ მომენტში პასუხისგებლობა გაქვს, რომ თავისუფლად დაადგინო რა არის აქ ამ შემთხვევაში ღვთიური და სწორი. ესეთ რისი თქმა მინდა, მაგალითად
მე-20 საუკუნის მეცნიერებს აქვს რაღაც ეს ტენდენცია იყო, რომ მაგალითად აი ნეოპლატონიკოსებს უწოდებდნენ გრიგოლ-ნოსეს ან სხვა მამებს და მათ შორის აი ეფრემ მცირეს, ივანე პეტრიც უწოდებდნენ ფილოსოფოსებს და რაღაც ქრისტიანულ ჩარჩოებში თითქოს მოქცეულს და რეალურად ეხლა ჩემი დღეს ალბათ ჩვენი გადასახედიდან ისინი საფრთხის, ანუ საეკლესიო მოღვაწეები იყვნენ და ფილოსოფოსები იყვნენ იმაგებით, რომ ტერმინოლოგიას იკანებდნენ, რომ ეთარგმნათ მაგალითად ივანე დამასკელი ხო სხვანაირად. ყველაფერი ეფრემი და არსენი უფრო მეტად ფრთხილები არიან და ამგვარად ჩვენ ფილოსოფია გვინდა, აი ამ როგორ თქვა, ინსტრუმენტალურად გვინდა, რომ წარმართებთან პოლემიკაში შევიდეთ დაუშვათ ან დავიცვათ თვითონ გამოცხადებული ჭეშმარიტება ამ ბარდებით, ეკალ ბარდებით, ამ ფილოსოფიური მსჯელობების და ამ დიალექტიკის ეკალ ბარდებით დავიცვათ ქრისტიანული ვენახის მშვენიერება და ეს ინსტრუმენტალური გაგებით უნდათ უფრო და პეტრიცი უფრო შორს მიდის და აფასებს თვითონ ფილოსოფიას თავის თავშიც. ამბობს რომ აი პროკლეს, დიდი პლატინოსი, პლატონი ესენი თვითონ აი გრძნობდნენ ჭეშმარიტებას, მიდიოდნენ იქამდე დიალექტიკური გზით. და აი საბოლოოდ პეტრიცი ამბობს აი როგორც თქვენ თვით დაწყიში აი კლემენტ ალექსანდრე ლაპარაკობ საბოლოოდ აი არა მარტო ებრაელი წინასწარმეტყველები ამზადებდნენ კაცობრიობას ქრისტესთვის და ელოდებოდნენ ქრისტეს, არამედ ეს ფილოსოფოსებიც, იმიტომ რომ ისინი მიდიოდნენ და მე ქრისტე მოვიდა როგორც მოძღვარი მათ ყველა მათთვის დაემორჩილნენ ყველა ესენიო ქრისტეს როგორც მოძღვარს, როგორც ბერძენი ფილოსოფოსებიო, საუკეთესოდ ბერძნულ ფილოსოფიაში იყო და ასევე ებრაელი წინასწარმეტყველებიო. ანუ რაღაცა პეტრიცი ამიტომ ხედავს ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას და ამაღლებულ განზომილებას თვითონ ამ წარმართულ ფილოსოფიაში, რომელიც ჯერ კიდე არ იყო ნაზიარები ბიბლიურ კულტურას, აი პლატონთან, არისტოტელესთან, ნეოპლატონელებთან, მანამდე კიდე წინასოკრატელებთანაც კი პარმენიდეს ახსენებს მაგალითად და აღმოსავლურ ფილოსოფიაში წესია, ლაოცის წიგნში არის, რომ ესე იგი სამყარო შემოქმედიოს პირდაპირ ესე ტერმინს არ ამბობს, მაგრამ არაფერი არსთაგან, ანუ სიტყვით ვერ გამოთქვამო, მასვამ თითქოს რაღაცას განიცდიდა, მაგრამ ვერ გამოთქვა ეს ტერმინოლოგიურად. ისე კარგად, როგორც ახლა რა თქმა უნდა ეს ეკლესიამ ჩამოაყალიბა. ანუ თითქოს რაღაცა გონება მზადდებოდა იმისთვის, რომ ერთი ჭეშმარიტი არსია, რომელიც სამყაროს, ანუ შემოქმედი არის ყველაფრის და მანამდე არსებობდა და მარადიულია და ასე შემდეგ. ესეთი მსჯელობები მის წიგნში ბევრ ადგილას არის, ასე ვთქვათ. ხო, აი შემზადება იქითკენ, რომ შემზადება ქრისტემდე რომ მიიღო სრულყოფილად ეს გამოცხადება ჭეშმარიტება, ანუ ძველი ახმის ადამიანებს არ ელაპარაკებოდა ასე ყველაფერს არ ეუნებოდა იქ მათი ბუნების შესაფერისად ეუნებოდა დაუშვა რაღაცები, რაც მანამდე იდეალურში დაშვებული არც უნდა ყოფილიყო დაუშვათ მრავალწლიანობა. ამ მრავალწლიანობა იმისთვის იყო, რომ გადარჩენილიყო ერი იმ კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში, მაგრამ ყველაზე ფუნდამენტურად ადამი და ევა, ხო, როგორც იესოც ამბობს, ან შურიზიების კანონიც კი წესის დაიშვა, იმიტომ რომ ისეთი ცოლთან გაშორების უფლებაც კი დაიცვა, რაც იმიტომ რომ ისეთი გულქვები იყავითო მაშინ რომ მოკლავდითო ამ ჯობია და ისე პირველ რიგში არის თავდაპირველად ესე არ იყო ჩანაფიქრი, ან სრულყოფილი ჭეშმარიტება რომ მიეცა კაცობრიობას, მაგრამ სრულყოფილი ჭეშმარიტება ისე ვამბობ, რომ შეუძლებელია ეს არ არის მარტო ცოდნა. ეს ფილოს სახარება გეუბნება, უჩემოთ ამას ვერ გააკეთებ. ამიტომ რწმენა და რწმენით მოქცევა ქრისტიანობაზე და ამიტომ ქრისტე რომ დაიწყოს შენ გულში ცხოვრება და მასთან ერთად გააკეთო ეს საქმე, აუცილებელი არის სინერგიული რელიგიაა ქრისტიანობა. ანუ სინერგიაში თუ არა ხარ, მაშინ ვერაფერს ვერ გააკეთებ. დაწერე დისერტაციები ქრისტიანობაზე, სახარებებზე, მერე ეს სამწუხარო არის ჩვენი ეკლესიის ისტორიის წყაროები ძალიან მწირი არის. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება რო აღმოჩნდა, მე გავიგეთ რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია, რომ მრავალი ენა იცოდა. ახლა გრიგოლ ხანძთელი მარტო ხო არ იყო, ვინც ესე თქვა იმ ეპოქაში განათლებული იყო, მაგრამ ძალიან მწირია ინფორმაციები, ძალიან დიდი იქ იმასაც ვიგებთ, რომ მარტო სასულიერპირები კი არა, საეროპირებიც დადიოდნენ პილიგრიმობაზე, რაღაც შეისწავლდნენ იქაურო საეკლესიო წესებს, ჩამოდიოდნენ აქ და აქ აწესებდნენ და მე ეპისკოპოსები გაბრაზდნენ, ჯერ შეგვითხრან და ამ საეროპირებით ძალიან განათლებულები იყვნენ. და გრიგოლ ხანძთელის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ ყოველივე დაისწავლოდა, ჯერ კუალი განაგდა ის გარჩევითობს, რადგან სულიერი მოღვაწე იყო, რა იყო ქრისტიანობისთვის მისაღები რა არა ის რა და ეს გარჩევითობა არის. რა თქმა უნდა, გრიგოლ ხანძთელმა არაბული კულტურაც იცოდა. ბუნებრივია. აი აბოტინი ენაში ერთ-ერთი აბატი და ერთი და კი ოჯახში იზრდებოდნენ. 4 წლით უფროსია აბოტ ფილელი გრიგოლ ხანძთელზე, ხო?
ნერსერის თავის სახში იზრდებოდა ორივე. აბოთფილმა კიდე ყველაფერი იცოდა, რაც კი დაწერილი იყო არაბულად, თარგმნილი იყო პლატონის და არისტოტელეს და იქ ალქიმიკოსი იყო და მთელი მეცნიერება იცოდა. და საინტერესო არაბული ფილოსოფიაც. ხო, ამიტომ გრიგოლ ხანს არ შეიძლება არ ცოდნოდა არაბული ფილოსოფიას აბოთფილიც. ხო, ერთ-ერთი ალბათ ბერძნული თავისთავად იგულისხმება, რადგან ღვთისმეტყველება კოსტაბოში მოგზაურა და კოსტაბოში მოგზაურა, ყველა მონასტერი ნახა და იქაური წესგანგები გადაიწერა, ბერძნული იცოდა რა თქმა უნდა. ამიტომ დამხრივ ძალიან საინტერესოა ჩვენ ეკლესიის ისტორია. მე ახლა ამ თემას არ ეხება, მაგრამ აი ჰომილეტიკაში ხო ძალიან ჩვენ ყველაფერი ნათარგმნი გვაქვს, რაც გვაქვს. თითქმის ახლა თუ არ ჩავთვით 2-3 ესე თქვა მქადაგებელ მოძღვარს ეკლესიის ისტორიაში ქართველებს გულისხმობ. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი სკოლა ჰქონდა, მაგრამ ამის წერილობითი აღწერა ან დაკარგულია ბევრი რამე, ნაკლებად ხდებოდა ჩვენ სივრცეში, იმიტომ რომ აი რამდენიმე რაც შემორჩენილია, ხო, აი ანტონ ჭკონდიდელის ქადაგებებია შემორჩენილი, გაბრიელ ქიქოძეფო, ახალი პერიოდია, მაგრამ ძველიც ისეთი დონის ქადაგებებია, რომ აშკარად დიდი სკოლა იყო რიტორიკის და ჰომილეტიკის. მაგალითად სოლომონ დოდაშვილის მიმოწერა იონ ხელაშვილთან, სასურვეპირია იონ ხელაშვილი, სოლომონ დოდაშვილი არ იყო სასურვეპირი, მაგრამ არჩევენ ფილოსოფიას, თანამედროვე ფილოსოფიას, იქ ვოლტერს, ლოკს და ძალიან კარგად იციან ევროპული ფილოსოფია, ამიტომ რა თქო ყველა ეპოქაში ქრისტიანი ვალდებულია იცოდეს თავისი ეპოქის მაჯისცემა. და თავის ეპოქის მაჯისცემა ყველაზე კარგად არის გამოხატული იმ ეპოქის ფილოსოფოსებთან და მხატვრულ აწარმოებებში, ლიტერატურაშიც და სხვა კულტურულ და სულიერ დეგივე, კულტურულ და სულიერ ფენომენებში. და ეს უნდა იცოდეს ნებისმიერმა ქრისტიანმა, რომ კარგად ადეკვატური იყოს თავის სამყაროსთან და რაც კაპადოკიელმა გააკეთეს თავის დროზე, კაპადოკიელმა თავის დროის ფილოსოფიის ყველაფერი იცოდნენ. ათენის სკოლაში მაშინდელი რა ვიცი იყო ყველაზე კარგი სკოლა, რაც კი მსოფლიოში მაშინ იყო, იქ სწავლობდნენ ბასილიც და გრიგოლ ნაზიანზანიც და იქ ეწაფებოდნენ ამ განათლებას, რაც იყო მაშინდელი საერო განათლება და ამ ხიდის გადება შეეძლოთ, ამიტომ აი ამ სულიერ გამოცდილებებს შორის ქრისტიანობასა და ამ ფილოსოფიურ გამოცდილებებს შორის. დღესაც უამრავი რაღაცა ხდება ფილოსოფიაში, აზროვნებაში, მეცნიერებაში, იქ ფსიქოლოგია არის, იქ სოციოლოგია არის, ფილოსოფია არის, რაც ქრისტიანმა უნდა იცოდეს. პრინციპში რომ ადეკვატური იყოს. დიახ, ალბათ ჩვენ თავში რო ვახსენეთ, წეგან ვახსენეთ, რომ ანუ თეოლოგია, ანუ ღვთისმეტყველება პირველ ესე 8 საუკუნეში ძირითადად და მე გრიგოლ პალამას თუ ჩავთვლით, უკვე 14 საუკუნეში ყველაფერი თქმული არის, მაგრამ ყველა ეპოქას სჭირდება იმ დაწერილის და იმ უკვე გაზრდილის ახლებურად, ანუ თანამედროვე ადამიანის ახლებურად მიწოდება ჭირდება და ალბათ ეს არის ერთადერთი აი დოგმატის განვითარების ისტორია, თუ თავად დოგმატი ვერ განვითარდება, მაგრამ დოგმატის განმარტების თანამედროვე ადამიანისთვის გასაგებ ენაზე. სხვანაირად საფრთხე არის ის, რომ შეიძლება თუ მოხდა გამიჯნა ეკლესიის აზროვნების მთლიანად ასე ვთქვათ სოფლიოს პროცესებთან ასე გნოსტიციზმი შეიქმნება მაშინ და ეკლესია ყოველთვის თანამედროვე იყო. პრინციპში მიტომ იყო ამდენი. ხო, ამიტომ როცა ხა ილია ჭავჭავად რაც საკეთებს, ილიაც აგივეს აკეთებს ფაქტობრივად. ილია ხედავს კითხულობს იმ დროინდელ ავტორებს, განმანათლებულ მოძღვრებებს და ახამებს ამას, ცდილობს რომ ხიდი გასდოს ქრისტიანობას, ტრადიციულ ქრისტიანობასა და აი ამ სიახლეებში რატო? იმიტომ გულწრფელია, ხედავს რომ იმ სიახლეებში სუნთქავს ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებას მოაქვს ის სიახლეები, ამიტომ შენ ამ მაჯისცემას რო უსმენ და რაღაც ამ ცვლილებებში ხედავ ლოგოს და ჭეშმარიტებას, ხედავ რომ მოდი ჩვენც მივიღოთ ეს, იმიტომ რომ ეს ნაწილია იმისი, რასაც ქრისტიანობა ქვია, იმიტომ ქრისტიანობის პრინციპები ამ საერო ცხოვრებაში უნდა გამოიხატოს და იხატება ეს ამ მოძრაობებში, რასაც ქვია მაგალითად პიროვნების გათავისუფლება, რომ თითოეული პიროვნება ვალდებულია თვითონ დაადგინოს რა არის ჭეშმარიტი და არ იყოს მარტო ბრმად მიყოლილი ავტორიტეტს. ახალი ეპოქაში, განმარტებულობაში შენ ვალდებული ხარ თვითონ იცოდე, რომ რატო წამს ასე და არა სხვანაირად. თვითონ კონდეს ამის რაციონალური საფუძვლები, რომელსაც შენი სინდისი ეთანხმება. ახალი ადამიანზე არის ეს მოთხოვნა, აი ილიამოს, ამიტომ ყველა უნდა გააღვიძოს თავის თავში ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახითო. ანუ გაცილებით უფრო მაღალი დონის პასუხისმგებლობა მოითხოვა ახალმა ეპოქამ და ილია ამას ასწავლის ქართველებს. და ფიქრობ აი ეს ხიდების გადება, სამყარო და სახარება ყოველთვის არის ამოცანა ყოველთვის ახალი და ნებისმიერ ეპოქაში ეკლესიის მისიონერული კი რა თქმა უნდა ისიც არის. ამიტომ შენ თუ უქადაგებ ვიღაცას, შენ ელაპარაკებ ქრისტიანობაზე, შენ გარკვეულად მისი ენა და მისი ინტერესები და მისი სნეულებების უნდა იცოდე. დიახ, ბუნებრივი ყოველთვის ასე
ეს ეკლესიის თვისებაა და ასეც უნდა იყოს. ერთი ძალიან კლასიკური ხანიდან გავიხსენებ ერთ მაგალითს, მაგალითად ორიგენე ხო უდიდესი შეიძლება ითქვას მოაზროვნე უდიდესი კაპადოკიელები მასზე არიან ბევრწილად დაყნობილები. დიახ, და როგორ გამოკრეფა მაგალითად ბასილი დიდმა და ფილოკალე რო დაარქვეს, ანუ მისგან რაც მისაღები იყო, ანუ რაღაც თომილები ხო გქონდა დოგმატური კუთხით. ისინი რაც კარგი იყო, მთლიანად პიროვნება კი არ უარყო. ყველაფერი რაც კარგი იყო იქიდან. ძალიან დიდი ფილოლოგიც იყო ორიგენე ბიბლიის შესწავლაში, ეს უარ გაიკეთებინათ დღეს და გადაესვათ ხაზი როგორც ერეტიკოსისთვის. დღეს ალბათ ბიბლიის წიგნს ვერ ნახავს, რაზეც კომენტარი არ ქონდეს ორიგენეს. ძალიან ორიგინალური კომენტარები თან. ძალიან საინტერესო და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, ჩვენი დრო ამოიწურა და საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა პროფესორი ლევან გეგინეიშვილი, დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.